მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოს და ნაჭერისფერობის ადმინისტრაციული შენობის წინ ისევ იკრიბებიან მოქალაქეები საპროტესტო საღამოს. პროტესტის 259 დღეა, როცა მოქალაქეები ისევ არიან გამოსული ქუჩაში და ისევ ძალიან მკაფიო და მტკიცედ ისმის მოქალაქეების მოთხოვნა თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. თქვენ იცით რომ 60-ზე მეტი სინდისის პატიმარი ყავს ქვეყანას, მათ შორის არის მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და გამოცემა ბათუმელების დაფუძნებელი და დირექტორი. მას მიუსაჯეს 2 წლის თავისუფლების აღკვეთა, რომელიცაც აფასებენ უფლებადამცველები, როგორც უკანონო გადაწყვეტილებას, რომლის დასაბუთებაც იქნება შეუძლებელი, ასევე ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ იგივე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ევროპული ქვეყნის საელჩოები ერთდროულად გამოეხმაურნენ ამ განაჩენს, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციები და მოითხოვეს ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. და მათი შეფასება არის ძალიან მკაფიო, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელსაც არ აქვს სამართლებრივი დასაბუთება. ასევე რჩებიან უკანონო პატიმრობაში სხვა პოლიტიკური პარტნიორები, მათ შორის ბათუმელის სტუდენტი ზვიად ცეცხლაძე. მის საქმეზე ჯერ კიდევ არ აქვს გამოტანილი სასამართლოს განაჩენი და გრძელდება ამ საქმეების განხილვა. თქვენ იცით ასევე, რომ რამდენიმე პოლიტიკურ პარტნიორს უკვე მიუსაჯეს პატიმრობა თავისუფლების აღკვეთა. 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ დღეებში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გახლავთ უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი. თქვენ იცით რომ აგვისტოს ბოლოს შესაძლოა ევროკავშირმა გაუქმოს საქართველოსთან უვიზო რეჟიმი, რაც არის ყველაზე ერთ-ერთი აქტიური განხილვის საგანი და მე მინდა სწორედ დღეს ამ საკითხზე გავესაუბრო ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეებს და გავიგო მათი მოსაზრება ამ საკითხზე. ასევე დღეს ბათუმის მერიას კიდევ ერთი ახალი მოვალეობის შემსრულებელი მერი დაუნიშნეს, რაც ნიშნავს ეს ამბავი, მათ შორის ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის. მოდი გავიგოთ აქციის მონაწილეების განწყობები. საღამოშობისა ირმა მინდა რომ გაგესაუბროთ. ირმა, თვის ბოლოს შესაძლოა გაუქმოს საქართველოს უვიზო მიმოსვლა, უვიზო რეჟიმი. რას კარგავთ ამით საქართველოს? თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ? ყველაფერს კარგავთ პერსპექტივას, ევროპულ მომავალს, აი ჩვენი არსებობის მიზანს, სადაც საქართველოს იქნება უფრო ძლიერი და წარმატებული. ძალიან სამწუხარო იქნება ეს თუ მოხდება, ძალიან სამწუხარო. ანუ ყველაზე მეტად დაგმტკივა, გულწკივა, რომ ჩვენ ძლიერს გამოვყავით თავის რუსეთის ხახალიდან და ეხლა უკან შეგვაყოფილეს თავი და აი გამოყოფას კიდე რა ვიცი, 10 წლები დაჭირდება. ანუ უცდება და უცების მთავრობა გვაშორებს ჩვენ ევროპას. გვაშორებს რა თქმა უნდა. ამაზე საკითხავიც არ არის. ყველაფერი სახელია, ფაქტი სახელია. Ფიქრობთ რომ არნერი შანსი არ არსებობს რომ მოცნობის მთავრობამ შეასრულოს რომელიმე რეკომენდაცია, რაც აქვს ევროკომისიას გამოცემული საიმისოდ რომ არ შეჩერდეს ეს უვიზო რეჟიმი. ეხლა ოცნებამ რაც გვაჩვენა თავისი არსებობის მანძილზე, მცირე ვარაუდიც კი აღარ დარჩა იმისა, რომ ოცნებამ რაიმე შანსი დაგვიტოვა ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანოს. 12 წელი ცოტა გამოცდილება ხო არ არის, რომ თქვა ვისწავლოთ და გვეყოთ. ამოწურა თავისი მაქსიმუმ ოცნებას ჰქონდა ძალიან კარგი შანსი და საუკეთესო პერიოდიც იყო, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით წაიყვანა. ანუ შანსი ჩაგვივარდა უკრაინის ომის საფუძველზე, ჩვენ გავხდარიყავით ევროკავშირის წევრი და ან ძალიან ახლოს იყოს ეს პერსპექტივა, ხო, სინამდვილეში, რომ ჩვენ გავხდარიყავით ევროპული სივრცის ნაწილი. ჩვენ და სამწუხაროდ ამას აგვაშორა. და ამ ისტორიულ შანსს ახლა ჩვენ გავარგავთ. რა ეტაპზე ახლა თქვენ აგურებით ქართული ოცნება და მისი პროცესები როგორ ხედავთ თქვენ? ახერხებს რომ დაამკვიდროს მართლაც დიქტატურა თუ პირიქით სუსტება, თქვენ როგორ უყურებთ? არა, დიქტატურა დაამკვიდრებულია, მაგრამ ყველა ფორმაციას აქვს თავისი სუსტი წერტილები, რაღაცა რომ გადამწიფდება რაღაცა, მერე ის ინგრევა რა. ეხლა ვართ იმ ეტაპზე, თუ რაღაცნაირად მიმარჯვენ საზოგადოებიდან გადამწიფებულია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ
მოხდებით რა პროცესები ხდება. აგერ აზერბაიჯანი, თურქეთი რაღაცნაირად ბოლოს დაიწყებს სწორ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას. სომხეთი, ხო? სომხეთი აზერბაიჯანი. სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას და ამ დროს თუ ჩვენ ვიმარჯვეთ საზოგადოება გვაქვს ეს შანსი, რომ მივაკვირდეთ ქვეყანა. ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე. განათლებული ინტელექტუალური საზოგადოებაზე დაფუძნებული ხდება ეს. რესურსიც არის ამის რა თქმა უნდა საჭირო. რაღაცნაირად ალბათ რესურსები ჩვენ არ გვყავს, რომ ვერ ვახერხებთ არ გვიშვებენ ალბათ, რომ რაც შეიძლება მეც საზოგადოებას ველაპარაკოთ. ალბათ რაღაცნაირად ჩვენ ვაქცევენ იმ მდგომარეობაში, რომ კიდევ ვიყავით საზოგადოებასთან ერთად. აი, თუ ამას მოვახერხებთ, ალბათ შემოვაკვირდეთ სიტუაციას. შანსი ცოტაა, მაგრამ მაინც არის. აი ბათუმის მერის ამბავი რა საჩვენებს თქვენთვის? არჩეული მერი ყავდა, ხო? კოსმოს არჩეული ერქვა არჩილ ჩიქოვანს. მიუხედავად იმისა, გაყავდა თუ არა ის არჩევნები, მაგრამ ისიც წავიდა, რომ არც არაფერი არ განუმარტავს, ეგრევე წავიდა, როგორც კითხვით პერიოდი წავიდა. მოიყვანეს ახალი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე და განჟღერდა, რომ ის გახდებოდა ბათუმის მომავალი მერი, მაგრამ ეხლა კიდევ ერთი ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნეს. მურვანიძე ეგრევე მოიყვანეს, ხო ჯერ იყო ლაშა კომაკიძე არჩეული მერი იყო, მე ისიც თვითონ ავალი გახდა და თუ რაღაც არ ვიცი წავიდა, მე ასე დასვეს ვიღაცა. როგორ შეიძლება ეხლა აძლევ ხმას ადამიანი და ანუ აირჩიე ხო ამ ხელა რესურსი ჩატარდა, არჩევნები ჩატარდა და პასუხისმგებლობა აწევს. უშვებს ამ მე მოყავ ჩიქოვანი, მე ამ ჩიქოვანს გააყოლებელ რიჟვადეს, მე მოყავთ მურვანიძე, ეთყობა იქ რაღაც სამოეწონათ. ნუ ორ თვეში არის ახალი არჩევნები, რა შეჭერდება კატათალოგობადა, სასაცილოა. არ არის სახელმწიფოებრივი. ეს რა საჩვენებს თქვენთვის ეს ბათუმის მერის ესეთი პროცესები? რაღაცას კლანები ვერ იყოფენ და რაღაც კლანებს არ აწყვეტენ. მადლობა, ეს ივან კომახიძე იყო ბათუმის პროეუროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ მის პოზიციას უსმენდით ჩვენს პირდაპირ ეთერში. თქვენ მინდა რომ ასე გაგესაუბროთ შეიძლება? ლაპარაკი არ მეხერხება გენეც. მოდით სადოთ, როგორ არ გეხერხებათ? ბათუმის მერის ამბავი რა საჩვენებს თქვენთვის? აი უნდა ყოფილიყო. ბათუმელი არა ვარ და ეხლა ჩამოვედი და ეგ დეტალები არ. ხო, მოგეთ ესეთი ამბავი გვაქვს, რომ არჩილ ჩიქოვანი იყო არჩეული მერი, რომელმაც მაშინვე დატოვა თანამდებობა, როგორც კი თორნიკე რიჟვაძეც გაუშვეს აჭარის მთავრობის პოსტიდან, დაინიშნა ახალი მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე და რამდენიმე თვეში ისიც წავიდა. მოვიდა კიდევ ერთი ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი და ეხლა ის უნდა გახდეს ბათუმის მერი. თან საუბარი არჩეულ მერიზე, ხალხი ირჩევს, ოფიციალურად ასეა. მე არ ვიცი, პირველად ვესმის, მაგრამ ჩემთვის ეხლა რა მნიშვნელობა აქვს, ქოცი რაღაც. ისიც ქოცი. რა ხდება ქართულ ოცნებაში თქვენ დაკვირვებით? რა პროცესი მიდის? რა ვიცი, რა ხდება, რომ მე ველი რომ მალე ერთმანეთს გაჭამენ. არ ვიცი. რაღაცა ესეთი წინადღწნობა მაქვს. არ ვიცი, ამდენად გამიმართლებს ესა, მაგრამ რაღაცა რომ მოხდება, დაწუნებული ვარ. აი ეს უვიზოების გაუქმება, თუ გაუქმებენ საქართველოს უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებთან, რას კარგავთ ჩვენ ამით, რა გამოდის? რას კარგავ და პერსპექტივას ალბათ, ხო, რაღაც კაი ცხოვრების პერსპექტივას, კარგი ჯანდაცვის პერსპექტივას, განათლების პერსპექტივას. რა ბევრ რამეს კარგავ და საერთოდ რუსეთის ორბიტიდან საბოლოოდ გამოსვლის პერსპექტივას კარგავთ, იმიტომ რომ ამათ მიყავთ რუსეთისკენ, ხო, საქართველოდან. ევროკავშირი იყო ის რაღაცა საშუალება რომ გამოსულიყავით, ხო, ამ ანუ ახლა არსებობდა ამის შანსი რომ ჩვენ ხონდა, რა თქმა უნდა, დაგვეღწია თავი რუსეთის გავლენას. კარგავთ მე მგონი. ეხლა კარგავთ. კარგავთ თუ არა ჩვენს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც, ჩვენ საერთაშორისო ფუნქციას და გვანაცნობს თუ არა იგივე ანგეზურის დერეფანი. როგორი ის გააკეთეს, არა, ნახტომი რაღაცა. მე მაგალითად სომხებისგან არ ველოდი ამას. მაგრამ აი გააკეთეს დიდი ნახტომი და ჩვენ პირიქით უკან მივხვდივართ, ხო? უკან მივდივართ და რა ვიცი ახლა სოფლიოს თუ არ სჭირდება ან ევროპას ან შტატებს კავკასია ძლიერი და რუსეთისგან დამოუკიდებელი, მაშინ უნდა დაგვანებოს თავი. თუ სჭირდება, მაშინ უნდა ჩვენსკენაც რაღაცა. საერთოდ მიდის ახლა ეს პროცესი სამხრეთ კავკასიაში, თქვენ როგორ
როგორ აქვს? სამხრეთ კავკასია. მე როგორც ვფიქრობ, რა ვიცი, ხა მე დიდი პოლიტოლოგი და ის არა ვარ, ერთი უბრალო მოქალაქე ვარ, მაგრამ მიდის რუსეთისგან განცალკევების პროცესი. და საქართველოს კარგად მივდიოდით, მაგრამ ეხლა აღარ. რა არის ხა გამოსავალი, რა გვიშვერდეს? გამოსავალი არის ოცნების ჩამოშორება. მართლობიდან. მე სხვა გამოსავალს, ანუ ერი უნდა შეიკრიბოს და უთხრას უარი, მაგრამ ერით გაყოფილია, ხო ხედავთ არა როგორ არის? ხო? არ ვიცი. როგორ უნდა მოხერხდეს ეს ერთობა და როგორ წარმოგიდგენთ ამ პროცესის წარმატება? ერთობა მე მგონი ყველა ხოცების წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. მე ერთობის მომხრევარ და მე უკვე ოცნებას რომ მოიშორებს ქვეყანა, მე უკვე დასხდნენ და თავისი პრეტენზიები ერთმანეთს უთხრან ამ პარტიებმა. ხო, მე გაარჩიონ თავისი აი ეს რაღაცა. ახლა შიგა გარჩევები და პარტიების დაპირისპირებების დრო არ არის ამას. ეხლა არის საჭირო მე მგონი გაერთიანება. დიდი მადლობა, საინტერესო იყო თქვენი მოსმენა, თქვენი სახელი და გვარი. მარინა აფხაზავა. დიდი მადლობა. ასეთია ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების განწყობები ბოლო ამბებზე და ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ბათუმის მერის საკითხზე, უვიზო რეჟიმის საკითხზე, რომელიც ჩვენ შეიძლება დავკარგოთ და გაგვიუქმონ ამ თვის ბოლოს, როგორც ცნობილია, ევროკომისიას აქვს გამოცემული კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის ეს რეკომენდაცია უმთავრესად მიემართება პოლიტიკური პარტნიორების არსებობას, რადგანაც ევროკავშირს აქვს თავისი რეზოლუცია მიღებული და რომელსაც ითხოვენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმას, რომ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური პარტნიორები უპირობოდ და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე შეუნარჩუნდება თუ არა უვიზო რეჟიმი საქართველოს, მაგრამ ამ რეკომენდაციების შესრულება ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არაპირებს ქართული ოცნების რეჟიმი, მაგრამ მოქალაქეებისთვის ძალიან ცხადად დასანახია საფრთხეები და პრობლემები, რომელიც ელოდება საქართველოს, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში, რადგანაც ეს არ ნიშნავს მარტო იმას, რომ უვიზოდ ვეღარ ჩავალთ ევროპის ქვეყნებში, ვერ ვიმოგზაურებთ ან ვერ წავალთ იქ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის მიზნით ან იმით, რომ უნდა მივიღოთ განათლება ან ვიპოვოთ სამუშაო ადგილი, არამედ ძალიან მკაფიოდ ჩანს, თუ რამდენად უკამდეა ჩვენ ახლა ვიც ევროინტეგრაციის პროცესში და ვუახლოვდებით იმავდროულად რუსეთს. ძალიან მარტივია რა ელოდება საქართველოს, რომელიც რჩება პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ. სწორედ ამიტომაც დგანან მოქალაქეები ქუჩაში და უთხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლებას, რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ასე უცვლელია მოთხოვნები, რომ ჩატარდეს ხელახლა არჩევნები დემოკრატიული სამართლიან გარემოში და გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა. მოусმინებთ საპროტესტო აქციის სხვა მონაწილეებს. ბოდიში რო გაწყობენ ბატონო შეთა მინდა რომ გაგესაუბროთ შეიძლება მოდი აქ დამფუძნებად დავდგეთ ბათუმის მერის ამბავი რას აჩვენებს თქვენთვის მოდი დავიწყოთ წავიდა ჩიქოვანი ისე რომ არაფერი არ გვითხრათ ან არჩეული მერი ერქვა ყოველ შემთხვევაში მოვიდა მურვანიძე და გითხრეს რომ აი ეს გახდება ბათუმის ახალი მერი ახლა ისიც წავიდა სულ რაღაც ორ თვეში და მოვიდა კიდევ დანიშნეს კიდევ ერთი ახალი მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე რას აჩვენებს თქვენთვის ეს ამბავი ეს იმას ნიშნავს, რომ არავის არ ეკითხება ადგილობრივ მოსახლეობას, ანუ ბათუმელებს, არავინ არ ეკითხება, ვინ უნდა იყოს ბათუმის მერი. როგორც წესი, ყოველთვის არის ხოლმე ისეთი ადამიანები, რომელსაც არავინ არ იცნობს, ან თუ იცნობს და ათლა სახარბიელო რეპუტაციით და ყოველაფერი სადღაც წყდება. სადღაც წყდება ვიცით, ეს უკან რომ თლად რუსეთშიც არა, იმიტომ რომ არ არის იმხელა ფიგურა იმხელა რომ ბათუმის მერის სადღაც რუსეთში გადაწყვეტს, მაგრამ რუსეთში გადაწყვეტილი კაცის მიერ რო წყდება ეგ ფაქტია და არავის ბათუმელის აზრი არ აინტერესებს, გამოჩნდება თუ არა ვიღაცა ნებისმიერი ეგრევე შეუყვარდებათ ბათუმის რაღაც პირიქითა საქართველოს, ასე ვიტყოდი, აი მსგავსი არავინ არ უნახავთ ასეთი ჭკვიანი და ასეთი გონება გახსნილი ადამიანი, გამოჩნდება სხვა ისევე შეუყვარდებათ, ძველი ეგრევე ადვილად მოინელებენ, კიდე მომავალიც ასევე შეუყვარდება და მოკლედ ის ვინც ამ ქალაქის ბედს უნდა წყვეტს არის აბსოლუტურად
მასშტაბებელ ყოფილი, რაც ერთ-ერთი პირველი ნიშანი არის ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის და რეალურად რა შეცვლა. ამავდროულად ეს რას აჩვენებს თავად მართველი პოლიტიკური პარტიის შიგნით, რომელიცაც მიტაცებული აქვს ხა ძალაუფლება და არის ქვეყნის ხელისუფლებაში და არის არალეგიტიმური მთავრობა. რა ჩანს თქვენთვის ერთი მოქალაქისთვის, როგორ მიდის ეს პროცესი მართველ პარტიაში? მართლა პარტიაში როგორც ჩანს დიდად უჭირს. იმიტომ რომ რაც გარეთ გამოდის, იმდენად რაღაც აბსურდული არის, იმდენად რაღაცა არაჯანსაღი გონების ნაჟური არის, რაღაცა გადაწყვეტილებული ზრქმედები და თუნდაც ის რაღაცაში შიგნით ფიზიკური დაპირისპირებაც კი რომელიც გარეთ აღწევს. შეგვიძლია რაღაც ავიღოთ აქ რომ ამდენი რომ გამოდის, იგი შიგნით კიდე გაცილებით მძიმე მდგომარეობა არის, რომელიც გინდა არ გინდა კი გვატყუებენ რომ ყველა მჭიდროს ვართ, ვაშკაცურად ვართ, ერთიანი გუნდი ვართ, არ ვიშლების, მაგრამ ფაქტია რომ ის რაც აქ ხდება და ვირცადით რა თქმა უნდა თბილისში ხდება და საქართველოს ქალაქში, ფაქტია რომ ეს დიდ გავლენას ახდენს თუნდაც მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ხა დიდი მტკიცე ფსიქოლოგიური მდგომარეობით და რაღაც ორი გონიერები გამოირჩევა ქართული ოცნებაზე. რაც აქვს, ფაქტია რომ ამასაც დიდი ბზარი აქვს. მე მგონი გაძლებაზე არის საქმე, მართალია დიდი ხანია უძლებდა კიდე ბევრი გვექნება გასაძლები, მაგრამ ფაქტია რომ ამათ აქვს სერიოზული პრობლემები. მთავარია რომ ეს რაღაცა ენერგია გამოყოთ ამისთვის, რაღაცა ვიფიქროთ, რომ დროში კიდე დიდი ბრძოლა მოგვიწევს და ეს დღეს და ხვალ არ იქნება. მე მახსოვს პირველი ეროვნული მოძრაობა 80-იანი წლების ბოლოს სხვა კითხვაზე ხო არ ვასწავლობდი. მახსოვს როგორი განწყობა ჰქონდა იცი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი საზოგადოების ძალიან დიდი ფენა იყო ამაში ჩართული, უკვე ყოფილი კომუნისტებიც კი რაღაცა ეროვნულ გზაზე დადგენ, ახალგაზრდები, ბავშვები, სტუდენტები, რაღაცა თითქოს ყველა სფერო მოიცვა. ადმინისტრაციული რესურსიც კი რაღაცა ყველაფერი გაფიცეც აწყობდნენ და ასე შემდეგ. თუმცა ისეთი მდგომარეობაც არ იყო, იმიტომ რომ მე კომუნისტებმა ძალიან ბევრი ხმა მიიღეს პარლამენტი როცა შედგა, მაგრამ საერთო განწყობა იყო როგორიც ნეტა თუ მოვეს ჩემი მაგალითად და ბევრი ადამიანის ვიცემს ახლომახლობ ნეტა თუ მოვესწრებით საქართველოს დამოუკიდებლობას. ანუ არ ჯეროდა დაუჯერებელი. მე ამ დროს უცა ვარ ავისახა დაახლოებით 15 წლის. ფიქრობ რომ ალბათ რო ვიცხოვრებ კიდე ბევრი ათეული წელი, თუ მოვესწრები რომ ეს მოხდება. ანუ ჩვენი ადამიანური რესურსი, მაშინ ბევრი რაღაცა არ ვიცოდით, ბევრი რაღაცა ძალიან ხამერი იყო ამ თვალსაზრისით, როგორც ცნობიერების ამაღლების მიზნით, ისე რაღაც ემოციის მართვის და ასე შემდეგ. მაგრამ საერთოდ მე დარწმუნებული ეს არისო და თქვა ზვიად გამსახურდიამაც კი, მე რა კოსტაომაც კი არისო და რომ თქვა არ ვიცი 3 წელიწადში დაახლოებით, ანუ 4 წელიწადში თვითონ პრეზიდენტი გახდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ამით იმის თქვა მინდა რომ ამ ადამიანებმა ყოველთვის დიდი ჭკუის მასშტაბებელი ადამიანად ალბათ არ გამოდგება, მაგრამ ყოველას განსაკუთრებით ხატარებს და ახალგაზრდებს ამას ვეუბნები რაღაცა ეს ენერგია რაღაცნაირად თანგივადაზე უნდა გადავანაწილოთ. განსაკუთრებით მაშინ როცა ყველაფერი ახალ წყდება და ბევრი რამ არის დასავლეთზე დამოკიდებული და დასავლეთი ამ მხრივ მართალია ძნელად, ნელად, მაგრამ იგივე პოზიციაზე დგას, რომელზეც დგას საქართველოს მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი. მიდის პროცესი გლობალურად საქართველოს სასარგებლოდ, თქვენ როგორ აკვირდებით, საფრანგეთის პროცესი, სომხეთი და აზერბაიჯანი თანხმდებიან სამშვიდობო შეთანხმებაზე, როგორც ჩანს, აქეთკენ მიდის ეს პროცესი. მათ ჰქონდათ შეხვედრა ტრამპთან თეთრ სახლში, ასე არც უხსენებიათ საქართველოს. ხო, და არსებობს ერთგვარი მოლოდინი ექსპერტებისგან, რომ შეიძლება პირიქით გაძლიერდეს პრესინგი საქართველოსზე, რადგან ერთ-ერთი დასაყრდენი საფრანგეთში რუსეთისთვის რჩება საქართველო. თქვენ როგორ აკვირდებით? არ ვიცი, რაღაცა პოლიტიკური წიაღსვლებიდან თავშევიკავებ, იმიტომ რომ დიდად ვერ გამოდგები ამ ანალიტიკოსაც, მაგრამ ეს ფაქტი, რომ თუნდაც ის, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთისკენ აბიჯი გადადგა და თან ის განსაკუთრებულია ის, რომ რაღაცა მათი თავისუფლების და დამოუკიდებლობის გარანტად ხდება ამერიკა, ჩემთვის იმდენად საოცარი ამბავია, რომ გაცილებით უფრო მარტივი მგონია, რომ ქართული ოცნება ხელისუფლებიდან წავა. ეს უფრო მარტივი მეგონა რამდენიმე დღისი. ვიდრე ის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამ შეთანხმებამდე მივიდოდა და კიდე ასეთ რაღაც. ხო, ისე წარმოუდგენელი ჩანდა ასე. ხო, მთელი წლების განმავლობაში. თან რაღაც ერთმანეთისკენ აბიჯებს გადადგამდნენ და
ვიცით ყველაფერი, როგორ დამოკიდებულება აქვს მინიმუმ 30 ცენტი ხო ამ რეგიონში. თან კიდე ჩვენთვის ეს განსაკუთრებული ტრაგედია იმიტომ არის, რომ საქართველოს რომელიც არის საუკუნეების განმავლობაში მთავარი მოთამაშე იყო ასე რომ ვთქვათ რეგიონში, ახლა არის აბსოლუტურად მარგინალი და აი როგორც თქვი არც კი ახსენებს ასეთ ისტორიულ შეხვედრაზე საქართველოს სახელი. არ ვიცი გამიტირდება ანალიზის გაკეთება. ერთ-ერთი რასაც ველი რომ კიდე უფრო რაღაცა საშინელი იქნება რუსეთი როგორც ყოფილა თავისი არსებობის მანძილზე და იქედან არაფერი დახმობა არ უნდა იყოს. არა მარტო საქართველოს მხრივ მგონი რომ სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც რაღაცა პროვოკაციები აუცილებლად და ამ შემთხვევაში ორმაგი დამოკიდებულება ის რომ ძალიან კარგი ამბავია და რაღაცა გარკვეული შიშიც მაქვს, იმიტომ რომ მართალია რუსეთს ამისთვის ცოტა საცხელა იმდენად საშინელ დღეში ჩააგდეს უკრაინელმა იმირებმა. მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაცა ამის რესურსი ყოველთვის აქვს, მაუნებლობის, საშინელების, ბოროტების რესურსი რუსეთს ყოველთვის აქვს. მადლობა შოთა, შოთა გუჯებრიძე იყო. თქვენ მას უსმენთ. ეს კი ბათუმის საპროტესტო აქცია 259 საღამო, როცა მოქალაქეები დგანან ქუჩაში, ისევ მტკიცედ და ურყევად ძალიან მკაფიოდ ჩანს ეს შემართება და სიმტკიცე მოქალაქეების, როცა 259 დღე წარმოიდგინეთ, ეს არ არის მცირე დრო, ხო? და მათ შორის გამოვიარეთ ზამთარი, ძალიან ცივი დღეები და ღამეები, თოვლიანი ღამეებიც, ყინვიანიც, როცა აქ აი ამ ტროტუარზე კაროვში მოქალაქეები ღამეებსაც კი ათენებდნენ პროტესტის ნიშნად. ეს დღეები იყო, როცა მზია ამაღლობელი ჟურნალისტი დააკავეს და მან პროტესტის ნიშნად დაიწყო შიმშილობა და სოლიდარობის ნიშნად მოქალაქეები აქ 10 დღის განმავლობაში კაროვებში თებერვლის ყინვიან ღამეებს ათენებდნენ, სწორედ აი აქ ამსახურდიოს ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან. ასე რომ ძალიან მკაფიოა ეს განწყობა და სიმტკიცე მოქალაქეების, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას აი ამ გზაზე, როცა საქართველოს ჩაუკვეთეს გზა ევროპისკენ და მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ ხედავენ საქართველოს მომავალს რუსეთის ორბიტაზე, მაშინ როცა მით უმეტეს ამყარებს დიქტატურას ივანიშვილის რეჟიმი, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ხედავთ აშკარა სურვილს და ნაბიჯებს არლეგიტიმური ანტიკონსტიტუციური ხელისუფლების მხრიდან, როგორ აქრობს და ასუსტებს ეს არლეგიტიმური ხელისუფლება დემოკრატიულ ინსტიტუტებს ქვეყანაში და ახლოვებს ამ ქვეყანას რუსულ ორბიტას, რუსეთს. ამიტომ მოქალაქეების გზავნილი არის ძალიან მარტივი, რომ ისინი არაპირებენ გაჩერებას და ამასთან შეგუებას. ანუ ეს არ არის რაღაცა ერთი ჩვეულებრივი საფრთხე ან რისკი, არამედ მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ ხედავენ, რომ ეს საფრთხე, რაც მოიტანა ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანაში, პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რომ ამით ძლიერდება რუსეთის გავლენა ამ ქვეყანაში. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ შეიძლება? ოდით თქვენ გაგესაუბრებით. გამარჯობა. რამდენიმე დღეში შეიძლება გაუუქმონ საქართველოს უვიზო მიმოსვლა, ხო? რას ვკარგავთ ამით? თქვენ რა შეგიძლიათ თქვათ, როგორც ერთმა მოქალაქემ? როგორც ყოველთვის პირველ რიგში დავიწყებ რეჟიმის წვევებს მოვიკითხავ, გამძლეობა, მათ გამარჯვება, ასევე ნებისმიერ სამართლოდ დაკავებულ ადამიანს, რადგან დღევანდელი სასამართლოს პირობებში საკმაოდ დიდია ის ალბათობა, რომ მხოლოდ რეჟიმის წვევების და სინდისის პატიმრებით არ შემოიფარგლებოდა ეს რეჟიმი დიდი ალბათობით და მათთან ერთად დარწმუნებული ვარ არაერთი ხთვის ასევე უკანონოდ სასჯელს. ასევე მცირე ჩანაც გავაკეთებ და მინდა დღევანდელ ფაქტს გამოვეხმაურო ონლაინ მედიების ერთი საათი დაახლოებით, რაც სიმბოლური გათიშვა იყო. 2 საათი იყო გამართული, მათ შორის ჩვენი გამოცემაც ბათუმელები ნეტგაზეთი. აი, ჩემი არის სწორი სიგნალი და მესიჯი იყო. რა სიგნალი იყო? რა ის გზავნილი იყო ეს თქვენ? ეს გზავნილია, რომ დღეს ჩვენი ონლაინ მედიები და ზოგადად ნებისმიერი თავისუფალი მედია არის საფრთხეში, რადგან ზოგადად დემოკრატია სიტყვის თავისუფლება არის ამ ქვეყანაში საფრთხეში და ეს ან ზოგადად სიტყვები არ არის, ანუ მათ სჭირდება გვერდში დგომა და ეს გვერდში დგომა იქნება ეს ინფორმაციის გაზიარება, სხვანაირი მხარდაჭერა, ფინანსური ასე შემდეგ, უნდა წამოვიდეს ხალხისგან, რომელიც
ამდენი დღე არის ისე ანუ სოლიდარობას ასხივებს და ჩემი არის ეს ან თქვენ ფიქრობთ რომ განსაკუთრებული დარტყმის ქვეშ არის ახლა ონლაინ კი მედია? რა თქმა უნდა ისევე როგორც ნებისმიერი თავისუფალი სიტყვის წყარო ანუ ნებისმიერი ონლაინ მედია ახლა არის დარტყმის ქვეშ და ნებისმიერი ადამიანის კი რომელიც ხმამაღლა მიდის რეჟიმის წინააღმდეგ არის დარტყმის ქვეშ და არ ვიცი აი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო მე პირადად დაყადაღებული მაქვს ორივე ანგარიში ანუ რეალურად მე და ჩემს გარშემო ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც არც ერთ პარტიის წევრი არ ყოფილა ან თქვენ დაგაჯარიმეს ალბათ აქციაზე ხო რუსთაველის აქციაზე თბილისში ვის გამო ქუჩის გადაკეტვის გამო სხვა შორის ანუ რის გამოც ვარ დაყადაღებული ანუ არც შემატყობინეს სასამართლოზე რომ სასამართლო მქონდა ან ჩემს გარეს დაუწყებლად ჩაატარეს სასამართლო არც უწყება მომიტანეს ანუ სასამართლოს დადგენილება და არც რამე შეტყობინება მოსია რომ აი ამდენიმე დღეს შეიძლება ყადაღა ანუ პირდაპირ მომივიდა ესე ვთქვათ ყადაღა რასაც აუცილებლად გავასაჩიო და მივიყვან საქმეს ბოლომდე და აი პირველ კითხვას დაუბრუნდები ანუ აი ვიზა ლიბერალიზაცია კი უბიზოების გაუქმება რა იქნება ჩვენთვის რომელიც ხო რა თქმა უნდა დიდი ალბათობით მალე გაუხდება სამწუხაროდ დიდი დარტყმა იქნება მე პირადად უცხოეთშიც მაქვს განათლება მიღებული აი ნებისმიერი სტუდენტის განმოსახედიდან შემიძლია ვთქვა რომ ძალიან ბევრს დაკარგავენ ქართველი სტუდენტები, ქართველი ახალგაზრდები უცხოური პროგრამების წარდგევით, რადგან ანუ ვიცი ჩვენც რომ აი ჩვენი თითოეული პარლამენტარი შვილი ზოგი საერთოდ უცხოეთის მოქალაქეა, უმრავლესობა ანუ უცხოეთში არის დავადებული, ვის არ არის დავადებული ისე უცხოეთში იღებს განათლება, ანუ მათთვის მათ უნდათ საუკეთესო განათლება, საუკეთესო ჯანდაცვა, ანუ საუკეთესო ადამიანის უფლებები და ისინი რომ ეს ყველაფერი არის დასავლეთში, ანუ ეს ყველაფერი არის ევროპაში, ეს ყველაფერი არის ამერიკაში და სამწუხაროდ ანუ ქვეყანა გაწიდეს ჩრდილოეთისთვის, ანუ ქვეყანას დაუტოვეს ორი სტრატეგიული მეგობარი, ორი რეალურად ერთი სტრატეგიული მეგობარი, რომელიც არის ჩრდილოეთი და არ ვიცი მათთვის ანუ მათი მომავალი, მათი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, მათი განათლების უზრუნველყოფა არის დასავლეთი. ანუ მათთვის იციან სად არის ანუ სიმართლე, სად არის განვითარება, თუმცა ანუ ეს არის სწორედ ქვეყნის ღალატი და მე თუ ვფიქრობ ანუ ის მუხლიც რომ აქვს შემოღებული ქვეყნის ღალატის მუხლი ამათი გაშვების შემთხვევაში ცოტა ხანი ნამდვილად არ უნდა გავაუკვოთ ეგ მუხლი, იმიტომ რომ ჩემი არის დაგვჭირდება. ანუ შეგვაქვს ახლა საქმე ქვეყნის ღალატთან, თქვენ ასე არ გქონთ დოჩნების პოლიტიკა. ქვეყნის ღალატთან გვაქვს საქმე ჯერ კიდევ საყდრის საფეხებიდან, მაგრამ ეხლა ანუ ეს უკვე ფართო მასებზე გავიდა, იმდენად ღია ქვეყნის ღალატია და არ ვიცი ალბათ ნებისმიერ აი ქუჩაში გამოვიდა. იგო როცა გვეუბნება არალეგიტიმური ხელისუფლების პრემიერი ირაკლი კობახიძე რომ საქართველოს დაიწყო ომი, როცა საქართველოს რა თქმა უნდა, ზოგადად ჯერ ეს კომისიის წულუკიანის კომისია ცალკე აღებული რომ განვიხილოთ, ანუ როგორ შეიძლება ქვეყნის ინტერესებში შდებოდეს ომის ანუ რაღაც მილიტარისტული კონფლიქტის განხილვა, იმაზე რა ქვია, შიდა განხილვა საჯაროდ, ანუ მინიმუმ ამ საკითხი თუ მოხდებოდა ოდესმე არც გონია რომ ვინმე კითხვის შემდგომდა ვინ დაიწყო ჩვენს ტერიტორიაზე რომ ეს იმიშელა უკვე ჰააგის სასამართლომ სტრასბურგის სასამართლომ ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო სასამართლოებმა ამაზე მოხდებოდა აი ქვეყნის შიდა გარჩევა და განხილვა ეს აუცილებლად უნდა ყოფილიყო რითიც აი ანუ წარმოიდგინეთ რომ აი რას უნდა მიეღწიათ ანუ წულუკიანის იმაზე რა ქვია კომისიაზე აი რა პასუხი უნდა და სულ რომ აი მათის ესე ვქოთ მათთვის კარგი პასუხი და ანუ როგორ შეიძლება ეს ყოფილიყო საჯარო აი სულ რომ რაღაც რატომ იმუშავა ამ კომისიის ამოცანა რა იყო რეალურად თქვენ როგორ რეალურად ანუ ამ კომისიას არ არის ამოცანა რა ეს იყო პირდაპირ დავალება რუსეთიდან ანუ ეს იყო დავალება რომ კრემლისთვის ჩაებარებინათ ანუ მიერთვიათ ეს ესე რომ ვთქვათ გამოცემული და ხელმოწერილი აქტი რომ ომი დაიწყო საქართველოს და არა რუსეთმა ანუ აგრესორი უნდა გამოიყვანოს საქართველოს ისე რომ ეს რაში ჭირდებათ რატომ რისთვის ამზადებენ ნიადაგს ამ თქვენი ну ეს რეალურად მათ ანუ მათი საჭიროებიდან და შეიძლება მათი საჭიროებიდან რაც გამომდინარეობს მაგრამ ეს არის კრემლის მესის ბოქსი და საერთოდ არ ეკითხება კრემლი ბიზნესმენში და არსებობს ერთგვარი მოსაზრება და ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს იმას რომ ნიადაგს ამზადებს რუსეთი საქართველოში რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმური ხელისუფლების ხელით რომ მან აღიაროს აფხაზეთის და სამყაროსეთის დამოუკიდებლობა რა თქმა უნდა ანუ ეს სამოჩალოს ტერიტორია ანუ უშევთ რომ შეიძლება ეს ნაბიჯი გადადგას ოცნება კი ანუ რატომ შეიძლება არ დაუშვათ იმიტომ რომ შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი მღელვარება და პროტესტი იმიტომ რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არის ყველა გამოკითხილში კი მაგრამ ჩვენ მოვისმენთ რომ მათი ნიადაგი უკვე მოსინჯეს არაერთხელ ანუ იყო უკაზება გაიზღერა ბოდიშს
აბხაზის მოხდაზე, ასევე აფხაზეთთან არა, ის სეპარატისტებთან დატყობაზე და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მესიჯი, ზოგადად კრემლის პროპაგანდაც ეგრე მოხდეს, ეს რაღაც პროპაგანდა შენდება, მესიჯბოქსის შენდება დიდი ხანი და ბოლოს ესე ვთქვათ, გზა პროდუქტს მიართმევენ თავიანთ ამომრჩეველს, მაგრამ რეალურად ეს პროპაგანდა დიდი ხანი იხაშება, რადგან ეს აგრესია არ იყოს ეჯერადი და ძალიან მკაცრი. ანუ ცდილობენ მაქსიმალურად გაანეოლონ ეს ბრაზი, რაც ქართველებში არის. თუნდაც აი ბოდიშზე, თუნდაც ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ ნეტაპობრივად ისინი სწორედ აი კრემლის საბოლოო სურათის დახატვას ცდილობენ საქართველოში. მადლობა, თქვენი სახელი შემოხსენეთ. დიდი მადლობა. ასეთი განწყობებია დღეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე, პროტესტის 257 საღამოს მოქალაქეები დღესაც შეიკრიბნენ ტრადიციულად საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. შემოვისმინეთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების მოსაზრებები უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს საფრთხე რეალურად ელოდება საქართველოს, რადგანაც აგვისტოს ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და შესაძლოა გააუქმონ საქართველოს ეს პრივილეგია, შეიძლება ითქვას, თუკი საქართველო არ გადადგამს ნაბიჯს დემოკრატიისკენ. სოფლიო რომ გამოცემული აქვს კომიტეტის რეკომენდაციები ევროკომისიას, რაც უმთავრესად მიემართება პოლიტიკური პატიმრების სისტემების არსებობას ამ ქვეყანაში, თუმცა ამ რეკომენდაციების შესრულებას ქართული ოცნების არლეგიტიმური მთავრობა არ აპირებს. მოქალაქეები რჩებიან ქუჩაში ძალიან მკაფიო შემართებით, ძალიან მკაფიოდ ჩანს სიმტკიცე და შემართება, რომ მოქალაქეები არ აპირებენ უკან დახევას და ამ ქვეყნის დათმობას პრაქტიკულად, რადგანაც პირდაპირ არსებობს დღეს ამ ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საფრთხე, შეიძლება ასე ითქვას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყანას ივანიშვილის რეჟიმმა, რომელიც ახლა ამყარებს ქვეყანაში დიქტატურას და მარტო ტოვებს ქვეყანას აგრესორი რუსეთის პირისპირ დასავლეთის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების გარეშე. და ამიტომაც ხედავენ მოქალაქეები, რომ ეს საფრთხე დღეს პირდაპირ უკავშირდება ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ამ ქვეყნის თავისუფლებას. ამიტომაც მოქალაქეების განაცხადი ის ძალიან მკაფიოდ, რომ ისინი არ აპირებენ ამ ბრძოლის და წინააღმდეგობის შეწყვეტას. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს საღამოს საპროტესტო აქციის 259 საღამოს. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან ადგეზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.